უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოლექსანდრივკას მიმართულებაზე კონტროლი აღადგინეს 480 კვადრატულ კილომეტრზე. მთავარ სარდალ სირსკის თქმით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დეოკუპირებულია 8, ზაპოროჟიეში კი 4 დასახლება. უკრაინის თავდაცვის ძალები ამ მიმართულებაზე შეტევით მოქმედებებზე იანვრის ბოლოდან გადავიდნენ. ტრამპი ირანს ენერგოსისტემისა და ხიდების განადგურებას უანონსებს და კონკრეტულ დღესაც ასახელებს. სამშაბათს ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე იქნება, წერს ის. ტრამპი თეირანს კატეგორიული ტონით მოუწოდებს გახსნას ჰორმუზის სრუტე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან. ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ობიექტებზე დარტყმებს იუწყება. მათი ცნობით იერიშები მიიტანებს ნავთობგადამამუშავებელ გაზისა და ნავთობქიმიურ საწარმოებზე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში. გუშაქთა კორპუსი იმუქრება, რომ თუ ამერიკა და ისრაელი თავდასხმებს გააგრძელებს, მათი საპასუხო ქმედებები ბევრად გამანადგურებელი იქნება. ირანს რუსეთმა ისრაელის 50-ზე მეტი ენერგეტიკული ობიექტის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი იუწყება. ზელენსკი Associated Press News-თან ინტერვიუში ამბობს, რომ თეირანმა მოსკოვისგან თანამგზავრული დაზვერვის მონაცემები მიიღო. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში მიღებულ გამოცდილებას ახლა ირანს უზიარებს.